ნებისმიერ თეოდოლიტს აქვს 3 ამწემ დავწერი ხრახნი. მათ მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ავწიოთ ან პირიქით შევწიოთ თეოდოლიტის რომელიმე მხარე. როცა ვატრიალებთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, თეოდოლიტის ეს მხარე ქვევით მიდის, ხოლო როცა ვატრიალებთ საათის ისრის მიმართულებით, იგი ზევით მიდის. აი ხა კარგად ჩანს. იმისათვის რომ მალე მივიდეთ თარაზოს შუა პოზიციაზე, თარაზო გავასწოროთ. ერთ ხრახნი უნდა დავატრიალოთ საათის ისრის მიმართულებით, ხოლო მეორე ხრახნი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. ახლა ჩვენ ხედავთ, რომ მარჯვენა მხარე აწეულია. ესე იგი, მარჯვენა მხარე უნდა დავატრიალოთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, ხოლო მარცხენა საათის ისრის მიმართულებით. აი ასე ვაკეთებთ. მარჯვენა მხარე ქვევით მიდის, მარცხენა ზევით. რაღაც მომენტში თარაზოს ბუშტუკა დაიწყებს მოძრაობას. ნელ-ნელა ვატრიალებთ კიდევ. ხედავთ გასწორდა. როცა დავიჭირეთ შუაში, ამის მერე ეს ორი ხრახნი გასწორებულია. ახლა უნდა გავასწოროთ მესამე ხრახნი, იგივე დონეზე, რა დონეზეც იმყოფება ეს ორი ხრახნი. ამისათვის დავატრიალოთ თეოდოლიტი 90 გრადუსით, ასე, ჩავკეტოთ და დავიწყოთ მესამე ხრახნის აწევა-დაწევა. ეხლა თარაზოთ ხედავთ, რომ აწეული გვაქვს მარცხენა მხარე. ბუშტუკა იმყოფება ყოთის მაღალ მხარეს. და მარცხენა მხარე უნდა ჩავწიოთ. საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით დავატრიალოთ. დავატრიალოთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. აი ხედავთ როგორ მოძრაობს თეოდოლიტი. მარცხენა მხარე ქვევით მიდის. აი ხედავთ თარაზო შუაში მოვიდა. თუ ცოტა გადავიდა მარჯვენა მხარეს, ეხლა სხვა მიმართულებით დავატრიალებთ ამ ამწენ ხრახს. აი დავიჭირეთ შუაში. ახლა რა შვებით? ახლა ისე უნდა დავაყენოთ ამ პოზიციაში და შევამოწმოთ ხომარ შეიცვალა მდგომარეობა. რახან მაგიდაზე მიყენია და არა შტატივზე. მდგომარეობა ძალიან შეიცვალა. და ახლა უნდა გავასწოროთ ისევ თავიდან. მე ისევ დავატრიალებთ ასე 90 გრადუსით, ისევ გავასწორებთ, ისევ დავაბრუნეთ აქა, ისევ დავატრიალებთ და სანამ ბოლომდე არ გასწორდება. აი ხა მე გავასწორე. ისევ ვატრიალებ 90 გრადუსით. ხედავ რომ პრინციპში ჩემი პირობებისთვის კარგი შედეგია, როცა მაგიდაზე დგას, შტატივზე ბევრად უკეთესი იქნებოდა.
ახლა ავწევთ კიდევ ცოტა, უпростоრად ჩავწევთ. აი თარაზო გასწორდა.